დღის სხვა სიახლეები ბარსელონა, სევილია. სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება. ფეხბურთის ფედერაციასა და ბილეთებიჯის ხელმძღვანელობას UEFA-სთვის კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა უნდა გადაეგზავნათ. ამ გეგმით ბილეთების გაყიდვის პრობლემა უნდა მოგვარდეს. სანდრო გოშაშვილი არკვევს დეტალებს. სანდრო, შედგა თუ არა კომუნიკაცია UEFA-სთან, როდის შეძლებს გულშემატკივარი ნანა ტრიმაჩის ბილეთების შეძენას? დიახ, თორნიკე, UEFA-სგან მოთხოვნილი კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში უკვე გადაგზავნილია. წერილში ნათქვამია, თუ როგორ და რა მექანიზმით უნდა მოხდეს საქართველოში სუპერთასის დასასრები ბილეთების გაყიდვა. თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ 24,000 ბილეთს კვლავ ბილეთებიჯი გაყიდის. გვიანობამდე მიმდინარეობდა UEFA-ს მიერ მოთხოვნის სტრატეგიაზე მუშაობა. შემუშავდა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი, სადაც UEFA-ს მოთხოვნებისამებრ დეტალურად არის გაწერილი ყველა ის დეტალი, რაც მათ აინტერესებდათ. გაიგზავნა წერილი რამდენიმე წუთის წინ და ჩვენც თქვენთან ერთად ვართ ვოლოდინის რეჟიმში, როდის მოვა პასუხი. დღეს ასევე ბილეთებიჯის დაფუძნებლის დავით მიზანდარის საქმიანობასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩით თალაკვაძემ გააკეთა. ასევე გეტყვით, რომ გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ შეხვედრას ბილეთებიჯის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დავით მიზანდარიც ესწრებოდა, რომელმაც მედიასთან საუბარს თავი აარიდა. გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და როგორც კი შედეგები გახდება ცნობილი, აუცილებლად პირველ რიგში მედიას და საზოგადოებას ვაცნობებთ. აქ საუბარია უნდა გაირკვეს პირველ რიგში, ასე ვთქვათ, რამდენად დრო შეემთხვეოდა ბატონი მიზანდარის საქმიანობა კერძო კომპანიაში, მის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ადვილი გასარკვევი იქნება. როგორც უკვე გითხარით, კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა UEFA-ში უკვე გაგზავნილია. სულ რამდენიმე საათში კი ცნობილი გახდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს UEFA და როდის დაიწყება საქართველოში UEFA სუპერთასის დასასრები ბილეთების გაყიდვა. მადლობა სანდრო, უბილეთო სანდრო.